ღმერთი მოკვდა ის ჩვენ მოვგალით, ჩვენ მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისაგან. ციტატა ღმერთი მოკვდა, ნიშეზე ალბათ ციტატა ღმერთი მოკვდა ის ჩვენ მოვგალით, ჩვენ მკვლელებს შორის და ჩვენი დანით იცლება ის სისხლისაგან. ალბათ ყველაზე ცნობილი ნიშე ციტატა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაინც და ნიშეზე უმრავლესობას ეს ყოველივე ახსენდება, ყოველ შემთხვევაში ულვაშის, სიფილისის და თანამედროვეობაში გაკეთებული მიმების შემდგომ მაინც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული ციტატა, არა მხოლოდ ნიშეს რაღაც ფრაზეოლოგიზმებში, არამედ ზოგადად კაცობრიობის ისტორიაში. და ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ორ კონცეფციას, როგორ ესმით ხოლმე ეს ხალხს. ერთი მხრივ ზოგჯერ გაგებულია როგორც ათეიზმის გამარჯვება და უკვე ბატონობა სამყაროზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ათეიზმი სწორი არის, მართალი არის და რელიგია ყოველთვის ცდებოდა და ასე შემდგომ. მეორე მხრივ ზოგს ესმის ეს როგორც კონკრეტული ინდივიდების მენტალური კონდიცია. ორივე შემთხვევაში დაშვებული არის უხეში შეცდომა და შესაძლებელია რომ მათში კონკრეტული სახის მარცვალი იყოს სიმართლის, მაგრამ ნიცშე ბევრად უფრო ღრმა მოაზროვნე იყო და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. მოკლედ, თუ ეს საკითხი გაინტერესებს, მოემზადე, რადგან მე ვაპირებ რომ მაგიხსნა ნიცშე რას, როგორ და რატომ ფიქრობდა, რაც რეალურად საკმაოდ რთული საქმე არის და დაგჭირდება ამ ყველაფერზე შედარებით მეტი ფიქრი. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში რა აზრებსაც მოისმენ, მაგის რაღაც ნაწილი გაგებული იქნება, რაღაც ნაწილი არა, მაგრამ ეს ყველაფერი არა უშავს, თავარია რომ ეს ყველაფერი შენს თავში დასინთეზირდეს როგორც რაღაც საინტერესო. მოკლედ, იმისათვის რომ გავიგოთ ნიცშეს ციტატა, ყოველ შემთხვევაში ეს უბრალოდ ამოგლეჯილი ციტატა არ უნდა იყოს, უნდა შევხედოთ ამას ჰოლისტურად, მის მთლიან სისტემაში და უნდა ვეცადოთ რომ გავიაზროთ საერთოდ რა ხდება. და ამისთვის უნდა წარმოვიდგინოთ დაახლოებით ესე მე-16 საუკუნის გლეხის ცხოვრება. ან ცოტა უფრო ადრეც არის შესაძლებელი. მოკლედ, როგორი ამ გლეხის ცხოვრება, ის ძალიან იღლება. მას რაღაც შესაძლებელია რომ ნორმალურად საკუთრებაც არ გააჩნდეს, ძირითად შემთხვევაში ვიღაცას ემსახურება. მთელი დღის განმავლობაში იტანჯება, შემდგომ ძლივს იძინებს, როდესაც ძალიან დაღლილია, მოდი ვთქვათ რომ კი არ იძინებს, არამედ ითიშება და მეორე დღეს როდესაც გაიღვიძებს, ისევ იგივეს აგრძელებს. დიდი ალბათობით ეყოლება თუ მამაკაცი არის, ძოლიც და შვილებიც. მოკლედ, საბოლოო ჯამში საქმე იმაში არის, რომ მისი მთლიანი ცხოვრება და ყოველი დღე ერთმანეთს გავს და ყოველი დღე არის უბრალოდ ტანჯვა. და ეს ტანჯვა რატომ ხდება? რა არის იმის მიზეზი, რის გამოც შეიძლება რომ ეს ტანჯვა გაგრძელდეს? რის გამო უნდა იტანჯებოდეს ეს კაცი? და მას ეს ყველაფერი მზად აქვს, ანუ ეს პასუხი აქვს. მას გააჩნია ამ ტანჯვის ანაზღაურება, ის როდესაც მოკვდება, ამის შემდგომ დიდი ალბათობით 4-4-ში მოხვდება. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს. და ყოველ შემთხვევაში ის მაინც იცის, რომ ეს ტანჯვა ტყუილად არ ხდება. ანუ ტანჯვის ანაზღაურებას მიიღებს. და შესაბამისად ის ყოველ ამე დაიძინებს, გაითიშება უბრალოდ დაღლილობისგან და მეორე დღეს ამ ტანჯვას გააგრძელებს. ამავდროულად მას ბევრი ფიქრიც არ სჭირდება რაღაცეებზე, იმიტომ რომ მორალიც გარანტირებული აქვს. მან იცის, როდესაც ვიღაცა მის წინაშე დამნაშავე არის და როდესაც თვითონაც აშავებს. იცის, შეიძლება ნაკლებად, ბევრ ამას ვერ იაზრებს, მაგრამ რაღაც დონეზე ხდება მაინც, იმიტომ რომ ის დოგმატები მოცემული აქვს პირდაპირ. და ამ ყველაფრის გარანტი არის, რა თქმა უნდა, ღმერთი. ღმერთი მისცემს მას ტანჯვის ანაზღაურებას, ღმერთი პირდაპირ აძლევს მორალს და ღმერთი პირდაპირ განახობს ყოველდღიურ ცხოვრებას. ანუ წარმოვიდგინე იმის და მიუხედავად რომ ცხოვრება ძალიან გიჭირს, შენ გაქვს მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი. და ეს კითხვა არის რატომ? ნებისმიერ რატომზე გაქვს პასუხი. რატომ ვაკეთებ ამას, რატომ ვიტანჯები, რატომ შვები იმას, ხვალეს რატომ უნდა ვქნა და გუშინეს რატომ ქვენი. და ყველაფრის გარანტი, ყველაფერი არის უბრალოდ ერთი დიდი გეგმის ნაწილი და ეს გეგმა ეკუთვნის ღმერთს. მე-14, მე-15 და მე-16, როგორც შევთანხმდით ამ საუკუნეების მერე, ბიოლოგიურმა და ფილოსოფიურმა განვითარებამ მოიტანა ის, რომ იქნებ ღმერთი საერთოდაც არ არსებობს. ანუ ის ყველანაირი გარანტია, რომელიც ქონდა, ანუ რისი პროდოსირებელი, ანუ რისი
წარმომშობელის იყო ღმერთი, ანუ აი ეგ ყველა გარანტია, ხო, მოდის ღმერთისაგან, ანუ ტანჯვის ანაზღაურება, მორალი, შენი კეთილდღეობა, მოკლედ ყველაფერი რა. და კიდევ მნიშვნელოვანი რაღაცები მაგაზეც გადავალთ. ხო მოდის ღმერთისგან და იქნებ ეს საერთოდ არ არსებობს. ანუ იქნებ არ არის ეგ ღმერთი. ანუ აქ საუბარი არ არის იმაზე, არის თუ არ არის. ანუ რომელია ჭეშმარიტი. ჯერჯერობით მაგაზე არაა საუბარი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ დაეჭვების მომენტი იქნებ საერთოდ არ არის. ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ეჭვი ხდება, რომ ანუ თუ არ არის, მაშინ საერთოდ რა არის შენი ცხოვრების აზრი? როგორ უნდა გავაგრძელო ეს ტანჯვა? ანუ იმ გლეხმა მაგალითად, ანუ იმ ადამიანმა, როგორ გააგრძელოს ეს ტანჯვა? რატომ უნდა გააგრძელოს? ანუ უცებ ხდება ისე, რომ ადრე თუ გქონდათ ყველა რატომზე პასუხი, ღმერთი, ანუ ეს რატომზე პასუხი დადგა ეჭქვეშ. და ეს აქ არ მთავრდება. საერთოდ დამთავრდება აქ. უფრო მასშტაბურ რაღაცებზეც გადის. მარტო ინდივიდუალურ ცხოვრებაზე არ არის. მაგალითისთვის ადრე იყო მეფე, მართველი, რომელიც მართავდა. რატომ მართავდა? იმიტომ მართავდა, რომ ღმერთმა მისცა მის უფლება. ის კონკრეტული საგვარეულოდან არის, რომელიც ღმერთმა დალოცა. ან კონკრეტული ინდივიდი არის, რომელიც ჯარსაც ღმერთმა ძალა მისცა, რათა ის მეფე განეგმირა და თვითონ დამჯდარიყო ტახტზე. და მოკლედ ასე შემდგომ. რატომ უნდა იყოს ის მეფე? და არა მაგალითად ის გლეხი, რომელზეც წეგან ვსაუბრობდით. რის გამო უნდა იყოს ის მეფე? აი გლეხი როგორ მიხვდეს, რომ აი მე არ ვიმსახურებ მეფობას, მაგრამ ის იმსახურებს. და ამის მიზეზი თავის დროზე იყო ღმერთი. გამოდიოდა მეფე და ამბობდა მე ლეგიტიმაცია მაქვს ღმერთისაგან. და ეკითხებოდა გლეხს, შენ ესაუბრე ღმერთს? არა ხო? ანუ ღმერთს არ უთქვამ შემთთვის რომ მართველი უნდა იყო ხომ? ნო, აი ჩემს საგვარეულოს, ანუ ბაბუა ჩემს დიდ ბაბუას, ან თუნდაც მე მესაუბრა და კი, მე უნდა ვიყო მართველი. და შესაბამისად თუ ღმერთის ამბავი ეჭქვეშ დგება, ლეგიტიმაციაც საიდან? რატო ხარ მართველი? ანუ რაღაც მიზეზი გაქვს რომ მართავდე? მგონი არ გაქვს ხომ? და ლიდერების, მართველების ეგ ლეგიტიმაციის ამბავიც ეჭქვეშ დგება. რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას ბევრნაირი ისტორიული კონტექსტი აქვს, ანუ არსებობს ისტორიული ლეგიტიმაცია, ისეთი ლეგიტიმაცია, მაგრამ როდესაც მეფეზე ვსაუბრობთ, აუცილებელი იყო რაღაც ეს დივაინ, ან ესე რომ ვთქვათ, ღვთაებრივი ლეგიტიმაცია. მოკლედ რომ ვთქვათ და შემდგომში გადავიდეთ უფრო კონკრეტულ რაღაცების განხილვაზე, როდესაც ნიცშე ამბობს, რომ ღმერთი მკვდარია, ღმერთი მოკვდა, ნიცშე ამბობს, რომ რელიგიის როლი მცირდება ჩვენს ცხოვრებაში. ამას ამბობს და ეს რას ნიშნავს? ცალკე განსახილველი ამბავია და განვიხილავთ კიდეც ახლავე. ანუ რომ დასკვნა გამოვიტანოთ იმ წინამდებარე საუბრიდან, რაც ვისაუბრე და რა მაგალითებიც მოვიყვანე, გამოდის ნიცშეს აზრით ესე არის, რომ რელიგიური კონდიცია, ანუ რელიგიურობა არის мотиваცია ნიცშეს აზრით ყველაფრისთვის, საერთოდ ყველაფრისთვის, ანუ ინდივიდუალური ცხოვრებისათვის, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებისათვის რელიგიურობა, რელიგიური კონდიცია იყო мотиваცია და წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც ეს ეჭქვეშ დგება და მერე საერთოდ აღარც არსებობს. ამაზე საუბრობს ნიცშე. მოკლედ, იმისათვის რომ რაღაცები გავიაზროთ, უნდა ვთქვათ, რომ ნიცშეს ეს ფრაზა პირველად ჩნდება წიგნში მხიარული მეცნიერება The Gay Science-ში. ეს არის 125 The Madman-ი, ანუ ასე ვთქვათ 125 ის არის ქვეთავი. და შეგიძლიათ აი აქ არის The Madman-ი ქვია მას და აი აქ წაიკითხოთ დღისით, მზისით. ეს მედმენი გამოდის ლამპით ხელში, რაღაც ანათებს ესე და ეძებს, ასე ვთქვათ, ღმერთს. ვეძებ ღმერთს და სად არის ეს ღმერთი? ანუ ვერ ნახულობს მოკლედ და მე შემდგომ თვითონვე პასუხობს თავის რიტორიკულად დასმულ შეკითხვას, რომ ღმერთი მკვდარია, ღმერთი მოკვდა და ჩვენ მოვკალით იგი. ეს ფრაზა არის თითქოს რაღაც სკანდალური, ეპიკური მომენტი რაღაც ისე, მაგრამ ნუ რეალურად ჩვენ ხვდებით, რომ ეს არის მეტაფორა. ანუ და ნიცშე ზოგადად ხშირად საუბრობს მეტაფორებით. და რა თქმა უნდა ნიცშე არ ამბობს იმას, რომ ღმერთი როგორც ზებუნებრივი არსება მოკვდა, არამედ რომ ღმერთის იდეამ, როგორც ჭეშმარიტების, ღირებულებისა და სამყაროს ცენტრალური ნაწილის იდეამ დაკარგა ძალა. ანუ წეგან როგორც ვისაუბრეთ, რომ ეს ინდივიდის შემთხვევაში იკარგება რაღაც мотиваციის მომენტი, ყველაფრის мотиваციის მომენტი. ახლა ჩვენ უფრო ვისაუბრებთ და უფრო განვიხილავთ იმას, თუ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად ფილოსოფიურად. ანუ მოკლედ ამ ყველაფრის მივუდგეთ უფრო ისე როგორც მნიშვნელოვან საკითხს. მოკლედ ნიცშესათვის ღმერთის სიკვდილი ნიშნავს მეტაფიზიკური საფუძვლის დაშლას. ანუ დასავლური ფილოსოფია ათასწლეულების განმავლობაში არსებობდა იდეაზე, რომ არსებობდა რაღაც აბსოლუტური.
ღმერთი ჭეშმარიტებას ეკეთე და ღირებულებები, სიქველე, მოკლედ ასე შემდგომ. ვირჩუ, ნებისმიერი ვირჩუ ანუ რაღაც სიქველე, რაღაც აბსოლუტური, მოკლედ რაც ეჭქვეშ არ დგება. მაგრამ შემდგომ თანამედროვე ეპოქაში, ანუ რაციონალიზმისა და პრაგმატიზმის ეპოქაში, ადამიანმა თვითონვე მოკლა ეს აბსოლუტური, ეს აბსოლუტი. თუ ჩვენ წერილს საუბრობდით რაღაც იმაზე, რომ ადამიანს რა ემართება ღმერთის სიკვდილის კონდიციაში, ახლა უკვე ჩვენ თუ დააკვირდებით ფილოსოფიის სფეროში ვსაუბრობთ, როდესაც შემეცნების სფეროში, როდესაც ღმერთი კვდება. ანუ რა ხდება ფილოსოფიაში ღმერთის სიკვდილის შემდგომ. ზოგადად, უფრო ზოგადობაში რა მოცემულობას და რა კონდიციას გვაძლევს ეს. ღმერთი კვდარია და ჩვენ მოკლედ იგი ეს ნიშნავს, რომ რაღაცა საკუთარი აბსოლუტური საყრდენი დავკარგეთ. ობიექტური აზრები შეიძლება საერთოდაც არ გქონდეს. აბსოლუტი არ გაგვაჩნია და ეპისტემოლოგიურად შესაძლებელია, რომ ძალიან დიდ ჭიხში ვიყოთ. რასაც საბოლოო ჯამში ნიჩე უწოდებს ნიჰილიზმს. ნიჰილიზმი, რასაც ნიჩე აღწერს მოვლენად, როდესაც უკვე აღარაფერს აღარ აქვს აზრი, არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, არა მხოლოდ წეღარ როდესაც საუბრობდით რაღაცა გლეხისათვის ან მეფისათვის ან რაღაც ესეთი მნიშვნელობა აქვს, არამედ ზოგად საკოცობრივ ეპისტემოლოგიური მნიშვნელობის ქონია. ანუ უკვე ჩემს ჭეშმარიტებასაც აღარ აქვს აზრი. ანუ 2+2 რო 4-ს უდრის და მე რა კითხვა ჩდება. ანუ აზრი აღარ აქვს, ესენცია გამოცვლილია ყველაფერი. ნიცშე წერს, რომ როდესაც ადამიანი კარგავს რწმენას ზეციურ მიზანში, ზეციურ ტელოში, ის კარგავს რწმენას მიწიურ მიზანშიც, ანუ როდესაც მას არ გააჩნია რაღაცა მიწის ზევით, რაღაც აბსოლუტი, მას მიწაზეც აღარაფერი არ შექმნება. ნუ რა თქმა უნდა, ნიცშე ზარატუსტრაში წერს იმას, რომ არ გსურს სასופველი ცათა, მამაკაცებად გვინდა ყოფნა, ესე გსურს სასופველი მიწისა. აქ ნიცშე საუბრობს იმაზე, რომ ნიცშეს სურს მიწიერი ჯილდო, მიწიერ ქმედებებზე მიწიერი პასუხი, მიწიერი რესპონსი და რა ზეციური, რაც უბრალოდ მოსალოდნელია და მეტი არაფერი ესე ვთქვათ. ამ შემთხვევაში კიდე როდესაც ანიც შემოსრულს ადამიანი კარგავს რწმენას ზეციურ მიზანში, ის კარგავს რწმენას მიწიურ მიზანში, ეს ჩვეულებრივი დესკრიფცია არის. ანუ ის აღწერს ადამიანებს აშკარად და ეს აშკარად ესე არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ამ დენი საუბრის შემდგომ ახლა რაებიც ვილაპარაკე, მინდა რომ ერთ რაღაცას მნიშვნელოვან ყურადღება მივაქციოთ. ანუ თუ ფიქრობთ, რომ ღმერთი მოკვდარის ის, რომ ნიჩე უბრალოდ ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, არა. ნიჩეს ეს ფრაზა არც ერთ შემთხვევაში არ არის ათეისტური არგუმენტი. არც ერთ შემთხვევაში არ არის ათეისტური განცხადება და არაფერ კავშირში არ არის რაღაც თანამედროვე სახის ათეიზმთან. ის არ ამტკიცებს ღმერთის არარსებობას, არამედ მიანიშნებს, რომ საზოგადოება ისე ცხოვრობს, თითქოს ღმერთი არ არსებობს. თითქოს არ არსებობს ღმერთი. ანუ ღირებულებათა სისტემა, რომელიც ღმერთზე იდგა, დაიშალა. ფილოსოფია, რომელიც ღმერთზე, ანუ აბსოლუტზე იდგა, დაიშალა. მთლიანი შემეცნების სისტემა, რომელიც აბსოლუტზე იდგა, თუნდაც აი ნიუტონის ნატურფილოსოფიას, ანუ მეცნიერებასაც რო გაიცნოთ, ეგეც ყველაფერი დაიშალა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ნიცშე აღწერს კულტურულ ფაქტს და არაკეთებს მეტაფიზიკურ მტკიცებას ღმერთის არსებობისა ან არარსებობის შესახებ. მეორე ნაწილი რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ნიცშე, როდესაც ამბობს, რომ ღმერთი მკვდარია, მას ეს არ უხარია. ანუ ეს ყველაფერი არ უხარია. ნიცშე არ ზეიმობს ღმერთის სიკვდილს, ანუ ამ კონდიციას, სადაც ის აღწერს, ეს მისთვის გასახარებელი არ არის. პირიქით, ის გლოვობს ამ უკანასკნელს. შეშლილი ადამიანი, ანუ the madman-ი, წეღანას გაჩვენეთ, ამბობს, რომ როგორ შევძლებთ ნუგეშის პოვნას ჩვენ ღმერთის მკვლელები, ამ კითხვას სვამს. ანუ ნიცშე აცნობიერებს, რომ ამით კაცობრიობამ დაკარგა თავისი ცენტრი, თავისი აქსიოლოგიური სიმაღლე. ღმერთის სიკვდილი რაღაც ტოვებს კონკრეტული სახის სიცარიელეს, რაღაც სახის სულიერ ვაკუუმს, სადაც ძველი ღირებულებები აღარ მუშაობს, ხოლო ახალი ჯერ არ შექმნილა და ეს ტრაგედია არის. ანუ თუ არ გაქვს ახალი ღირებულებები, ძველი კი გაქვს რა, მორჩაო. რაღაც საშინელებაში ხარ და ამ საშინელებას რაც ეწოდება, აი ამ საშინელებას ქვია ნიჰილიზმი. და აქვე უნდა დაიმახსოვროთ ისიც მესამე ნაწილის ამ ფრაზის, რომ ნიცშე არ იყო ნიჰილისტი. პირიქით, ნიცშე იყო ანტინიჰილისტი. ანუ ის არა რაღაცა სახი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ უფრო ანტინიჰილიზმზე მეტად რაც წერან თქვი, უფრო ნიცშე იყო ნიჰილიზმის დიაგნოსტიკოსი. ანუ ის ხედავს, რომ ქრისტიანული მორალის დაშლის შემდგომ ადამიანი შეიძლება ჩავარდეს სიცარიელეში, მაგრამ ნიცშე სწორად აქ იბრძვის ახალი აზრის შექმნისათვის. ანუ ის არ ამბობს, რომ რაღაცა ამ სიცარიელში უნდა ვიყოთ, ანუ ეს ნიჰილიზმი რომ კარგია. პირიქით,
ებრძვის ამას და გვთავაზობს რაღაცას და ეს რაც არის, რასაც გვთავაზობს არის ის, რომ ღმერთის სიკვდილის შემდეგ უნდა გამოჩნდეს ახალი ადამიანი, უბერმენსში, ზეკაცი, რომელიც თვითონ ქმნის ახალ ღირებულებებს. მოგეხსენებათ, ადამიანი არის ხიდი რაღაც მაიმუნსა და ზეკაცს შორის, ანუ ადამიანი უნდა გადაილახოს და ადამიანი როდესაც გადაილახება, ის მივა ზეკაცამდე, ანუ არსებამდე, რომელიც ადამიანზე მაღლა არის და ასე ვთქვათ ეს არსება, რომელიც ადამიანზე მაღლა არის, თვითონ ქმნის ღირებულებებს. ნუ მოგეხსენებათ, ზეკაცი ვერ გახდები, ანუ აი ახლა თუ უყურებ და გონია რომ ზეკაცი ხარ, არ ხარ. ზეკაცი ამ ვიდეოს არ გახსნი და ასევე ზეკაცი ამ ვიდეოს არ ჩაწერდა და ნებისმიერ შემთხვევაში ზეკაცი ვერ გახდები. და შესაბამისად, აი ვიღაცები ბავშვები რომ იმაშობიან ხოლმე მიმერობენ რაღაც უბერმენსში და ასე შემდგომ, ნუ ეგ უბრალოდ ეგრე არ არის და რავი, შეგიძლიათ რომ ნიშეს ზეკაცის კონცეფციას უფრო ხმად გაეცნოთ და რაღაც სერიოზულ დასკვნებამდე უფრო მეხვალთ. მოკლედ, ზარატუსტრაში ამბობს ნიჩე, რომ ადამიანი უნდა იქცეს ღმერთად, რათა გადარჩეს ღმერთის სიკვდილის შემდგომ. ეს იმას ნიშნავს, რომ ღირებულებები რაც იყო აღარ არის, გაქრა ეგ ცენტრი, ანუ ღმერთი მოკვდა, თავში ღირებულებების გარეშე, ანუ ნიჰილიზმში, ნიჰილიზმი აშკარად ცუდია საშინელება, ამიტომაც თუ ღმერთი მოკვდა, ანუ ღმერთი აღარ არის, მაშინ ადამიანი, ანუ ინდივიდი თავად უნდა გახდეს ღმერთი, თავად უნდა გახდეს ეგ ცენტრი, თავად უნდა გახდეს აქსიოლოგიური საწყისი, თავად უნდა გახდეს მორალის და ეთიკის შემქმნელი, რათა ის გადარჩეს. ეს არის გადარჩენისთვის ხდება ეს ყველაფერი. და მოგვიწოდებს, რომ ეს ნიჰილიზმი დავანგრიოთ უბერმენსის მეშვეობით, ანუ საკუთარი აქსიოლოგიის შემოღებით. მოკლედ, რა დარჩა ღმერთის სიკვდილის შემდგომ? ღმერთის სიკვდილი ნიშნავს, რომ სამყაროში აღარ არსებობს გარედან მომდინარე აზრი, ანუ ყველაფერი, ანუ არა ტრანსცენდენტური არ არის რაღაცეები, ყველაფერი იმანენტურია საბოლოო ჯამში. ეს საშიშია, მაგრამ ამავე დროს თავისუფლების მომტანი არის ადამიანისათვის. ახლა ადამიანი რაღაც თვითონ უნდა იქცეს შემოქმედად, ანუ განთავისუფლდა რაღაცისაგან და რაღაცისაგან ამ შემთხვევაში მას ღმერთი ქვია და ანუ როდესაც განთავისუფლდა, ის თუ ნიჰილიზმში დარჩება, ეს მაშინ ცუდი შედეგი იქნება საბოლოო ჯამში ამ ყველაფრისთვის, მაგრამ თუ ნიჰილიზმიდან გამოვა, მაშინ ეს კარგი შედეგი იქნება. ნიშნავს ეს არის კულტურის გადახალისების მოწოდება და რა დეპრესიული ნიჰილიზმი, ანუ გვეუბნება რომ გადაფასება გავაკეთოთ ამ ყველაფრის, გადახარისხება, ჩვენ უნდა გავხვდეთ ღირსნი ამ მოვლენის, ამბობს ნიცშე, ჩვენ უნდა გავხვდეთ ღვთისმკვლელობის ღირსნი, რაც ნუ ჯერჯერობით მისი აზრით არ იყო იმ დროს ხალხი, და ანუ უნდა ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც არ არსებობს გარედან მოცემული ჭეშმარიტება, მაგრამ მაინც შექმნათ მნიშვნელობა, ღირებულება, ხელოვნება და სიყვარული. აქ ჩანს ნიჩეს ეგზისტენციალიზმი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა. ნიჩეს ეს ფრაზა, რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია და კიდევ ყოველთვის აქტუალური იქნება. ჩვენ ხომ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტრადიციული ავტორიტეტები იშლება. რელიგია, ეთიკა, პოლიტიკა, თავად ჭეშმარიტების იდეაც კი და ნიჩე თითქოს გვაფრთხილებდა, რომ თუ არ შექმნით ახალ მნიშვნელობას, ნიჰილიზმი გადაგვყლაპოს. მყარი ნიადაგი არ არსებობს, მხოლოდ ზღვა და ჩვენზეა დამოკიდებული ვისწავლოთ ცურვა. საბოლოოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ღმერთი არის განსახიერება ამ ციტატაში ტრანსცენდენტური ზეგრძნობადი სამყაროსი. ანუ ეს ტრანსცენდენტური ზეგრძნობადი სამყარო, ანუ ყოფიერება რაღაცა შესაძლებელია ავიღოთ როგორც პლატონური იდეების სამფლობელო, დემიურგი და მთლიანი იდეების თეორიის, რა ფორმების თეორიის ამბავი. ანუ რაღაც, როდესაც ინდივიდი გამოდის თუნდაც იმ გამოქვაბულიდან, იმ ღვიმედან და ამ მზეს უყურებს, მოკლედ ეგ მთლიანი მზე და მთლიანი იდეები. ღმერთი როგორც თავისთავადი რაღაცა ყოფიერება არის და ადამიანს აძლევდა ყოველ შემთხვევაში ყოველთვის რაღაც მყარ ოპერირების უნარს რაღაც კონკრეტული სახის ფრეიმვორკში, რასაც თვითონვე ადგენდა. ღმერთი აძლევდა ადამიანს იმის საშუალებას, რომ რაღაც სახის ჭეშმარიტებები და მსთარობები ერთმანეთისგან განსხვავებინა, რასაც ისევ თავისთავად დოქსასტურად ადგენდა თვითონვე. რაღაც სიკეთე, ბოროტება და მსგავსი რაღაცები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დოქსასტურად იყო დადგენილი. ღმერთი შესაბამისად საბოლოო ჯამში იყო მოცემული როგორც ღირებულებათა ერთიანობა. ეს იდეალური ღირებულებათა ერთიანობა იყო, ანუ ის იყო ყველანაირი კარგი რაღაცის მაქსიმალიზაციამდე აყვანა, ანუ თუ არსებობს კარგი, ის იყო საუკეთესო, თუ არსებობს კეთილი, ის იყო ყველაზე კეთილი და მოკლედ ასე შემდგომ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ევროპაში, ნიჩეს პერიოდში ჩამოიშალა. ნიჩემ შეამჩნია
დიაგნოსტიკოსი არის ის დაადგინა, რომ ნიჰილიზმი სუფევდა, რომ ღმერთი მკვდარია, რომ მათში გაქრა ღმერთი ამ ადამიანებში. ღმერთი ონტოლოგიურად და მეტაფიზიკურად არსებობს თუ არ არსებობს, მაგას არსებით მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც არსებობდეს, თუნდაც არ არსებობდეს, ეს ფაქტი მოხდა და ეს ფაქტი როდესაც მოხდა, ნიჩემ თქვა, რომ მაგ შემთხვევაში ადამიანი რომ არ დარჩეს ღირებულებების გარეშე, მან უნდა შექმნას თვითონვე ღირებულებები. ნუ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ნიცშე არ იყო თეისტი, ეს ყველანაირი ინტერპრეტაციით მაგამდე მივდივართ, როდესაც ნიცშეს ვკითხულობთ, რომ თეისტი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ მისი ნებისმიერი სახის ონტოლოგიური ინტერპრეტაცია, როგორც უნდა გავაკეთოთ მარადიულ დაბრუნებაზე, ვილთოფაუერზე და მოკლედ ასე შემდგომ, იქ თეისტური ღმერთის ადგილი არ რჩება. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ნიცშე იყო ათეისტი. ზოგადად ათეისტი ფილოსოფოსი იშვიათი სანახავია, ფილოსოფოსი, როდესაც პოზიტივ კლეიმებს აკეთებს, ანუ პოზიტივ მტკიცებებს, ის კონკრეტული სახით ცილდება კლასიკურ ათეიზმსაც და თუნდაც ჩვენ რომ შევხედოთ იმას, რასაც ქრისტიან ფილოსოფოსებს ეძახიან, მაგ ფილოსოფოსებიდანაც კლასიკურად ქრისტიანი შეიძლება რომ მხოლოდ 2% იყოს, ან არც ეგ. საბოლოო შეჯამებისთვის იმას ვიტყვი, რომ ნიცშე მნიშვნელოვანი მოაზროვნეა. არ შეიძლება ნიცშეზე ჩაითვალოს, რომ ესე მარტივად ამბობს რაიმეს და მის ინტერპრეტაცია გაუკეთოთ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ნიცშე საუბრობს კულტურულ მოვლენაზე, აი შპენგლერის ნაშრომის საკითხვასაც გირჩევთ მაგაზე, ევროპის ამბავზე. და მოკლედ საუბრობს კულტურულ მოვლენაზე, რომ ევროპაში ესე ხდება, ესე მოხდა, გვაფრთხილებს, რომ დაგვჭირდება უბერმენსში, ანუ ზეკაცი და მას ეს ყველაფერი დიდად არც უხარია რეალურად რა, რომ ამ კონდიციაში იმყოფება, ანუ ნიჰილიზმის კონდიციაში ევროპა. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, შემოგვიერთდით რაღაც Discord-ზე და ნუ ყველა საჭირო ლინკი მოკლედ აღწერაში არის და ჩვენ საიტზე. ნახვამდის.